დღეისათვის სხვადასხვა ერებში უამრავი მითი თუ გადმოცემაა შემორჩენილი, რომლითაც მოგვითხრობენ წარსულის ამბებს. ეს გადმოცემები არის ზოგან ზეპირსიტყვიერად, ზოგან წერილობით შემონახული. თუ კი ამ მითებს და გადმოცემებს დავუკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ისინი შეიცავენ უამრავ ფაქტს, სადაც დეტალურად არის აღწერილი ესა თუ ის მოვლენა ან საგანი, რომელიც დღევანდელი შეხედულებით ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება. მაგალითისთვის, ინდური ეპოსი, ბერძნული თუ ქართული მითოლოგია, თუნდაც სკანდინავიური საგები. ყველა ეს მითი თუ თქმულება მოდის წარსულის ისეთი ეპოქიდან, როდესაც ოფიციალურად კაცობრიობის ტექნოლოგიური განვითარება საკმაოდ პრიმიტიულ დონეზე იყო, რაც გამოიხატება უმარტივესი სამუშაო თუ საბრძოლო იარაღების ფლობით, რასაც ძირითადში პოულობენ კიდეც არქეოლოგები გათხრის დროს. მითებში აღწერილია ისეთი დონის ტექნოლოგიები, რომელიც დღევანდელობაშიც კი არ გვხვდება. მაგალითად, ინდურ ეპოსებში აღწერილი ვიმანები და ბირთვული იარაღის მაგვარი შეიარაღება ღმერთების არსენალში. ჩვენ არაერთხელ გვიტყვამს, რომ ადამიანი ვერ მოიგონებს ისეთ რამეს, რაც თვალით არ უნახავს. ან გადმოცემით არ გაუგონია, რომ მსგავსი რამ შეიძლება არსებობდეს. რაც გვაძლევს დასკვნის საფუძველს, რომ ყველა მითი წარმოიშვა რაღაც რეალური ამბებიდან, რომლებიც დროთა განმავლობაში განიცადა და პერიფრაზირება პრიმიტიული საზოგადოების პირობებში, რის გამოც რეალური ამბავი დაემსგავსა ზღაპრულ სიუჟეტს, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი მოტივები მაინც შეინარჩუნეს. ამ დროს კი თანამედროვე ეპოქაში არის ხალხი, რომლებმაც საჭირო ინფორმაცია შემოინახა თითქმის პირველადის სახით. ასეთი ხალხი ძირითადად მსოფლიო ცივილიზაციისგან იზოლირებულად ცხოვრობენ. მაგალითად, ამაზონის ჯუნგლებში, ფილიპინების არქიპელაგზე და აფრიკის კონტინენტზე. დღევანდელი ჩვენი ფილმის ძირითადი თემაც სწორედ აფრიკულ ტომ დოგონებს ეძღვნება. დოგონების ტომის საცხოვრებელი არეალი დღეისათვის მოიცავს მალის რესპუბლიკის საკმაოდ რთულად მისადგომ სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს, კერძოდ ბანდიაგარის ზეგანს. 2007 წლის მონაცემებით ამ ერის წარმომადგენლების რაოდენობა დაახლოებით 800,000 ადამიანს შეადგენს. ძირითადად არიან მუსულმანური აღმსარებლობის, მაგრამ დაახლოებით 10% წარმოადგენს ქრისტიანულ ნაწილს. ისინი საკუთარ დოგონურ ენაზე საუბრობენ, რომელსაც დოგოსო ჰქვია, მაგრამ ეს ენა დაყოფილია მრავალ დიალექტად. ზოგიერთი დიალექტი ერთი მეორესგან საკმაოდ განსხვავებულია, მაგრამ შემორჩენილი აქვს საბაზისო ენა სახელად სიგისო, რომელიც განდობილების ენაა. მას ფლობენ მხოლოდ ქურუმები, ჯადოქრები და მკურნალები. ამ ენას სხვანაირად ფერმფრთალი მელას ენაც ჰქვია. მოსახლეობის ნაწილს მეზობელი ტომის ფულეს ენაც აქვს ათვისებული, ხოლო მალის სახელმწიფო ენა ფრანგულ საკმაოდ მცირერიცხოვანი მოსახლეობა ფლობს. ეს ტერიტორია მე-19 საუკუნიდან იყო ფრანგული კოლონია, მაგრამ იმის გამო, რომ ბანდიაგარის ზეგანი ცნობილია თავისი მშრალი და უნაყოფო მიწებით, ფრანგი კოლონისტები დიდად არ შეხებიან მოსახლეობას, რამაც განაპირობა ის, რომ მათ მაქსიმალურად შეინარჩუნეს ადათები და კულტურა. ეს ხალხი პირველად მოიხსენია ფრანგმა ლეიტენანტმა ლუი დე პლანმა. მას ადგილობრივების კულტურა არ აინტერესებდა, უბრალოდ მოსახლეობა აღწერა, რომლის დროსაც მოხდა მის ჩანაწერებში პირველად დოგონების ტომიც. პირველად ევროპამ დოგონების შესახებ გაიგო ეთნოგრაფი მარსელ გრიოლისგან. ის დაახლოებით 30 წლის იყო, როცა კვლევის ექსპედიციასთან ერთად მოხდა ბანდიაგარის ზეგანზე. ეს ხდებოდა მე-20 საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში. ამ დროისათვის ევროპა კარგად იცნობდა აფრიკულ კულტურას, მაგრამ ახალგაზრდა მეცნიერის ყურადღება მიიპყრო ამ ტომის განსხვავებულმა თვითყოფადობამ. დაინტერესდა ტომის მიერ რიტუალებში გამოყენებული ნიღბებით. შეისწავლა ძირისძირობამდე ყველა დეტალი. ამისათვის იგი ადგილობრივ ქურუმებს დაუამხანაგდა. გრიოლის ნაშრომები დაინტერესდნენ ევროპაში. შედეგად ამ ტომის შესასწავლად ბევრი ექსპედიცია გაიგზავნა რეგიონში. გრიოლი ჩადიოდა ამ ზეგანზე ყველა პერიოდში, იქნებოდა ეს წვიმების სეზონი თუ გვალვა. ისეთ სიცხეშიც კი აგრძელებდა კვლევით სამუშაოს, რომლის დროსაც ადგილობრივებსაც კი უჭირდათ გაძლება. ეს კვლევები შეაჩერა მეორე მსოფლიო ომმა. ომის შემდეგ ისევ განაახლა გრიოლმა ექსპედიცია. ამ დროს იგი უკვე დიდი პატივით მიიღეს და გადაწყვიტეს, რომ მისთვის გაეზიარებინათ მათი საკრალური საიდუმლოებები, კერძოდ სამყაროს წარმოშობის მითი. ეს გადაწყვეტილება მიიღეს უმაღლესმა ქურუმებმა. იმისთვის, რომ გრიოლისთვის ეს ინფორმაცია სწორად მიეწოდებინათ, წინასწარ 33 დღიანი მომზადება ჩაუტარეს. ოფიციალურად დოგონებს დამწერლობა არ აქვთ. ყველა მითი ზეპირსიტყვიერად არის შემონახული, თუმცა აქვთ ათასობით დამხმარე მნემონიკური სიმბოლო, რომელსაც იყენებენ საკუთარი მითების შესანარჩუნებლად. ამ ნიშნების კარგად შესწავლის შემდეგ უკვე 34 დღე იყო, როდესაც მას მოუყნენ სამყაროს აგებულების თავიანთი ვერსია. მოსმენილიდან გრიოლი განცვიფრებული დარჩა. მან სიცოცხლეში მოასწრო მხოლოდ ერთი წიგნის გამოცემა ამ მითებზე დაყრდნობით, სადაც მოკლედ იყო განხილული დოგონების გადმოცემები. იგი გარდაიცვალა 1956 წელს ერთ-ერთი რიგითი ექსპედიციისას. გარდაცვალებიდან 10 წლის თავზე მის მომოწაფემ და თანამგზავრმა ჟერმენა დიტერლენმა გამოსცა გრიოლის ნაშრომის ფერმფრთალი მელას პირველი ნაწილი. ამ წიგნში მაქსიმალურად დეტალურად იყო გადმოცემული იქ მოსმენილი მითები.
მაგრამ გარკვეული ვიწრო წრეების მიღმა ამ წიგნებმა ხალხში ინტერესი ვერ გამოიწვია. თუმცა ამ ამბებიდან 10 წლის შემდეგ ამ ნაშრომებზე დაყრდნობით უკვე 70-იან წლებში გამოვიდა კიდევ ერთი ნარკვევი, რომელიც გამოსცა პროფესიონალმა ასტრონომმა ერიკ გერიემ. მიუხედავად მისი პროფესიისა, ის არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის მოყვარული გახდა და არაერთი ნაშრომი თუ წიგნი ჰქონდა წაკითხული ამ თემაზე. ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც ასტრონომი უყურებდა ამერიკელების მთვარეზე დაფრენის კადრებს. ტელეეთერით გადმოცემული სიუჟეტი მას რაღაც უკვე ადრე წაკითხულს აგონებდა. თავიდან იფიქრა, რომ რომელიღაც ძველი ფანტასტიკური რომანის სიუჟეტიდან ახსოვდა, მაგრამ შემდეგ გაახსენდა, რომ ასეთი რამე წაკითხული ჰქონდა ეთნოგრაფიულ ჩანაწერებში სახელად ფერფრთალი მელა. კაცობრიობის ისტორიაში პირველი გადასხდომა სხვა პლანეტაზე ძალიან გავდა ამ ჩანაწერებში გადმოცემულ ნომოს კიდოვნის ჩამოსვლას, ხოლო ასტრონავტების მიერ მთვარის ზედაპირზე დატოვებული კვალი ძალიან აგონებდა ნომოს სპილენძის ანდლების მიერ მიწაზე დატოვებულ კვალს. გერიემ ხელმეორედ და უფრო ყურადღებით გადაიკითხა მითი. აღფრთოვანებულმა ამ გამოცემის სხვა წიგნებიც მოიძია. ერთ-ერთი იყო დოგონების სირიუსის სისტემა. ასტრონომი გაოგნებული დარჩა წაკითხული მასალით. აღწერილი მითები ერთი შეხედვით პრიმიტიულ ენაზე იყო გადმოცემული, მაგრამ ძედმიწევნით ზუსტად აღწერდა სირიუსის ვარსკვლავურ სისტემას. ეთნოგრაფისტვის ეს აშკარად ჩვეულებრივი მითი იყო, მაგრამ ასტრონომისთვის გასაოცარი მასალა, იმიტომ რომ იქ გადმოცემული ინფორმაცია საეჭვოდ ემთხვეოდა თანამედროვე მეცნიერების მიერ ასტრონომიული დაკვირვებების შედეგად მიღებულ მონაცემებს. ეთნოგრაფს არ მოვიდოდა თავში შეკითხვა, საიდან იცოდნენ ეს ყველაფერი პრიმიტიულმა ტომებმა, მაგრამ ეს შეკითხვა დასვა გერიემ. პირველი რისი შიშიც ჰქონდა მას ეს იყო, რომ ეთნოგრაფებმა პოპულარობის მოხვეჭის მიზნით ხომ არ გააყალბეს კონტექსტი. ანუ სენსაციის შექმნის მიზნით პრიმიტიულ ტომებს ხო არ მიაწერეს იმ დროის თანამედროვე მეცნიერების აღმოჩენების ცოდნა. იგი მივიდა ჟერმენე დიტერლენთან და გამოკითხა კოსმოსურ მოგზაურობებზე. შვებით ამოისუნთქა, როდესაც აღმოაჩინა, რომ მას ზედაპირულ ცოდნაზე მეტი არ ჰქონდა ამ დარგში. შემდეგ ის თამამად შეუდგა დოგონების მითების თანამედროვე ენით აღწერას. გერიეს ეს ნაშრომი იმ პერიოდისთვის ერთგვარ სენსაციად იქცა. შინაარსობრივად ის უფრო ფანტასტი მწერლის ნაწარმოებს გავდა, ვიდრე პრიმიტიული აფრიკული ტომის გადმოცემებს. რა თქმა უნდა, ეს სენსაცია სოფლიოში გახდა ცნობილი და იქცა ერთ-ერთ წინაპირობად ალტერნატიული ისტორიის მიმდევრების ჩამოყალიბებისა. გერიეს ამ ნაშრომზე დაინტერესების შემთხვევაში ჩვენი კლუბი დეტალურად მოგითხრობს ცალკე ფილმში. ამისათვის კი თქვენი აქტივობაა საჭირო კომენტარებში. დღეს მოგითხრობთ ქართველი მოგზაურის და მწერლის ილია რურუას მიერ გაკეთებულ ჩანაწერებზე, რომლებიც მან პირადად შეადგინა გასული საუკუნის 70-იან წლებში აფრიკაში მოგზაურობის დროს. მან მოკლე შინაარსის სახით წარმოგიდგინა გადმოცემების ძირითადი არსი, რაც შემდეგში მდგომარეობს. დასაბამიდან იყო ამა, ღვთაება მრგვალი კვერცხის სახით, რომელიც ეყრდნობოდა არა რას. ასე იწყება დოგონური მითი. იგი შედგებოდა 4 გლუვი, ერთმანეთად შერწყმული ნაწილაკისაგან. გარდა ამისა, არა იყო რა. ამა დოგონებს ესმით როგორც შეკუმშულად დაჭერა, ერთ ადგილზე შეკავება. ამას ხედავენ ფეტვის მარცვლის პოს ფორმით. პო კი ყველაფრის საწყისად მიაჩნიათ. კლუბის აზრით ეს მონათხრობი ძალიან გავს საყოველთაოდ ცნობილ დიდი აფეთქების თეორიის საწყის ეტაპს, რომლის მიხედვითაც თავიდან ყველაფერი შეკუმშული იყო ერთ წერტილში. სწორედ პო იგულისხმება როგორც საწყისი წერტილი. ყველა საგანი, რაც ამას შეუქმნია, მოდის უმცირესი პოსგან. იგი ყველა საგნის საწყისია. რამე თუ ყველაზე მცირეა ყველაფერთან შედარებით და ამას ქმნადობის ნებაც მასშია დაბადებული. როცა სიცოცხლე ვითარდება, იგი ვითარდება გრიგალში, რომელიც იმეორებს ამას პირველ ქმნილებას. სიცოცხლის განვითარება იწყება მაშინ, როცა პოს მარცვლები ერთდებიან. სიტყვა პოს დოგონები განმარტავენ როგორც სპირალურ ხვეულს. პოს ძალუც იქცეს საშინელი ძალის გრიგალად, მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ შეიძლება. ეს არის ტაბუ რაღაც დიადისა და ზემძლავრის წინაშე. ახლა ისიც ვიკითხოთ, რას შეიცავს ამა შეკუმშულად. თურმე დის, წყალს, ონიოს, ჰაერს, იაუს, ცეცხლს და მინეს, მიწას. და აი ამა თავისი არსის 4-ვე ნაწილში იწვევს აფეთქებას, რამე თუ იგი არის მიზეზი არსებობისა. კიდევ მეტი, ამ აფეთქებას ჰქონია მბრუნავი გრიგალის სახე. აქ თითქოს მოცემულია სამყაროს მთელი მოდელი. აფრიკელთა წარმოდგენა არც აქ ჩერდება. ამამ იწყო შექმნა ნიშნებისა, რომელთაც მთელ სამყაროს მიანიჭეს ფერი, ფორმა, ნივთიერი სახე. თითქოს ეს ნიშნები მათ ნივთიერების წიაღიდან ევლინება. მეცნიერება ამ ნიშნებს ქიმიურ ელემენტებს არქმევს. ნიშანთა ერთობლიობას დოგონებთან უხილავი ამა ეწოდება. თავდაპირველად შეიქმნაო 2 წამართველი და 8 მთავარი ნიშანი. წამართველი ნიშნები ეკუთვნის ამას და მხოლოდ ამას. კომენტატორებს ძლევთ ცდუნება ამ ორ ნიშანში შეიცნონ წყალბადი და ჰელიუმი, ელემენტები, რომლებიც განსაკუთრებულ როლს ასრულებენ კოსმოსის აგებულებაში.
აქ კლუბის მხრიდან მცირე ჩანართს გავაკეთებთ. ნახსენები რიცხვები 2 ძირითადი და 8 მთავარი თანამედროვე ენაზე ძალიან გავს მატერიის შემადგენელ 2 სტაბილურ კვარკს და ძლიერი ურთიერთქმედების გადამტან 8 გლუონს, რომლის შესახებაც 70-იანი წლების ბოლოს გახდა ცნობილი. ცნობისათვის, როდესაც რურუა ამ წიგნს წერდა, ეს ფენომენი ჯერ კიდევ არ იყო აღმოჩენილი. მით უმეტეს გასაოცარია, საიდან უნდა სწოდნოდათ ეს დოგონებს. მოდით დაუბრუნდეთ ისევ რურუას მონათხრობს. შეუძლებელია მკითხველს არ გაუჩნდეს უნდობლობა ასეთი ინტერპრეტაციების მიმართ, მაგრამ ჯერ ნუ ვიჩქარებთ. დოგონები ისეთ შეხედულებებსაც გვთავაზობენ, რომელთა შემოწმება ადამიანს უფრო ხელეწიფება. ისინი ზედმიწევნით იცნობენ ცის რუკას. პირველყოფილი ადამიანებისთვის ჩვეული სახოვნებით პოულობენ სახელებს ციური სხეულებისთვის. მაგალითად, პოლარულ ვარსკვლავს და სამხრეთის ჯვარს ისინი სამყაროს თვალებს უწოდებენ. უკვე ესეც თავისთავად ლაპარაკობს რაღაც დიდისა და მნიშვნელოვანის ცოდნაზე. მართლაც მათ საკუთარი სახელით მოუნათლავთ იუპიტერის ერთ-ერთი თანამგზავრი. გაილილეიმ რომ აღმოაჩინა და თავის დროზე ცივილიზებული კაცობრიობა აალაპარაკა. აფრიკული ტომი სხვა ისეთ ციურ სხეულებსაც იცნობს, რომელთა დანახვა ტელესკოპის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია. გამოდის დოგონებსაც ქონიათ რაღაც ოპტიკური ხელსაწყო. სხვანაირად საიდან უნდა გასჩენოდათ აზრი, რომ სამხრეთის ჯვრის ალფა ვარსკვლავისთვის სამყაროს ორმაგი თვალი ეწოდებინათ. მართლაც მძლავრი ტელესკოპით შეიარაღებულმა ადამიანმა კარგახანია დაადგინა, რომ ეს ვარსკვლავი ორმაგია. ასევე შეუძლებელია შეუიარაღებელი თვალით დავინახოთ სატურნის რგოლები. მაგრამ დოგონები მათ პლანეტის სიმბოლოზე 2 კონცენტრიული წრის სახით აღნიშნავენ. საგანგებო ტერმინიც კი ჰქონიათ, რომელიც გამოდგება ციური სხეულის გარშემო მბრუნავი წრეების აღსანიშნავად. თუ რამდენად ღრმაა ეს ცოდნა, ჩანს სირიუსის ვარსკვლავური სისტემის თავისებურებათა დოგონური ახსნის მაგალითზე. ამ სისტემის მთავარ ვარსკვლავს სირიუს A-ს, მათ ენაზე ეწოდება სიგიტოლო. შეუიარაღებელი თვალით შეუმჩნევლ თეთრ ჯუჯას სირიუს B-ს პოტოლო. პო, როგორც ვიცით, ითვლება ენერგიის უმცირეს ნაწილაკად. მეორე უხილავ ვარსკვლავს სირიუს C-ს, ემეიატოლო, ხოლო მის თანამგზავრ პლანეტას ნიანტოლო. ახლა ისიც გავიხსენოთ, რომ სირიუს B მეცნიერებმა მხოლოდ 1862 წელს აღმოაჩინეს, ხოლო სირიუს C და მისი თანამგზავრის არსებობაზე ასტრონომები დღემდე კამათობენ. დოგონებისთვის კი ისე გამოდის, ყველაფერი ეს დიდი ხნიდანაა გარკვეული. მათი თქმით, 2 უკანასკნელი ვარსკვლავი და თანამგზავრი სირიუს A-სთან იმდენად ახლოს არიან, რომ ყოველთვის როდით ჩანან. შემდეგ ვარსკვლავი პოტოლო ბრუნავს სიგიტოლოს გარშემო და ერთ ბრუნს ანდომებს 50 წელს. პოტოლო აწესრიგებს სიგიტოლოს მოძრაობას, რომლის ორბიტა უსწორმასწორო მრუდს გაგონებს. პოტოლო სირიუსის ირგვლივ აკეთებს ისეთსავე წრეს, რასაც პო თავისი ჩანასახის გარშემო ამას წიაღში. როცა პოტოლო სირიუსის ახლოს იმყოფება, ბრწყინვას აძლიერებს. როცა შორდება, ისეთნაირად სიმციმებს თითქოს მრავალ ვარსკვლავს ერთად ხედავდე. მეტი თვალსაჩინოებისთვის დოგონები იშველიებენ მთელი ამ სისტემის ნახატს. შემდეგ პოტოლო ყველაზე მძიმე ვარსკვლავია. იმდენად მძიმეა, რომ ყველა ადამიანმა ერთადაც რომ მოინდომოს, მის მცირე ნაწილსაც კი ვერ ასწევს. თანამედროვე ასტრონომიის მიხედვით სირიუს B-ს მასის 1 კუბური სანტიმეტრი დაახლოებით 50 ტონას იწონის, რაც პირდაპირ თეთრ ჯუჯაზე მიუთითებს. რის შესახებაც დოგონებს ნამდვილად არ უნდა სცოდნოდათ. ვარსკვლავების ევოლუცია სრულდება 3 ვარიანტად. მათი სიკვდილის წინ ერთგვარი ბოლო ამოსუნთქვის სახით გამოიყოფა დიდი ოდენობით ენერგია და შემდგომ რჩება ან თეთრი ჯუჯა, ან ნეიტრონული ვარსკვლავი, ან შავი ხვრელი. ბოლო ორ შემთხვევაში ადგილი აქვს ზიახალი საფეთქებას, რომლის სიკაშკაშე რამდენიმე მილიონჯერ მატულობს, რის შედეგადაც თანდათან ცხრება ათასობით წლის მანძილზე. დოგონურ მითში თითქოს პირდაპირ არის მითითებული ასეთ მოვლენაზე. ადამიანები სულ 1 წლის ჩამოსულები იყვნენ დედამიწაზე, როცა პოტოლო უცებ აგიავდა. შემდეგ კი 240 წლის მანძილზე მისი ბრწყინვა თანდათან დაცხრა. ეს უცნაური ხალხი ციურ სხეულებზე და მოვლენებზე ისე ლაპარაკობს, თითქოს მეზობელი ტომის სამკვიდრებელი მიწაწყლის ამბავს ყვებოდეს. ბუნებრივად იბადება კითხვა: საიდან უნდა ჰქონდეს ასეთი განსაცვიფრებელი ცოდნა საზოგადოებრივი განვითარების ესოდენ დაბალ საფეხურზე მდგომ ხალხს? რა საშუალებით შეაღწევდა დოგონთა გონება კოსმოსური სამყაროს საიდუმლოებით მოცულ წიაღში? ამ კითხვებზე საფუძვლიანი პასუხი ჯერ კიდევ არ ჩანს. ერთადერთი, რაც ფრანგმა ეთნოგრაფებმა უხუცეს დოგონებს გამოსტყუეს, ის იყო, რომ მათ უთქვამთ კოსმოსურ სხეულებს გამოქვაბულიდან ვაკვირდებითო. თვით ობსერვატორიის ადგილმდებარეობა კი არ გაუნდვიათ. იქნებ იმიტომაც, რომ ქურუმების თქმით გამოქვაბულში ინახება ყველაფერი, რაც მათ დაკვირვებებს ადასტურებს. ახლა ისიც ვიკითხოთ, რას ნიშნავს ადამიანები სულ 1 წლის ჩამოსულები იყვნენ დედამიწაზე. საიდან და როგორ? დოგონები თურმე თავიანთ მითებში ყვებიან, როგორ იმოგზაურა პირველად ოგოდ წოდებულმა არსებამ, როგორ მოყვა მას ვინმე ნომოსა და პირველი ადამიანების ხომალდის ჩამოსვლა დედამიწაზე. ოგო უზენაეს ამასთან დაახლოებული არსება ყოფილა.
მაგრამ თავის მეუფეს რაღაცაზე ამხედრებია. ამ თავისებურ მეფისტოფელს გამოუყენებია ამასგან ნაბოძები ცოდნა და კოსმოსურ გზას გასდგომია. მაგრამ ოგოს კიდობანი ყოვლისშემძლე ამას დედამიწად უქცევია. მოუსვენარი ოგო მეორედ სიგიტოლოდან, ესე იგი სირიუსიდან გამგზავრებულა პატარა ხომალდით, რომელსაც პოლს გრიგალი მიაქროლებდაო. ამასთან ეს ძალიან საყურადღებო დეტალია. ოგოს თავისი ხომალდი იმგვარად მიჰყავდა, რომ მისი მოძრაობა დედამიწისას დამთხეოდა. ამის შედეგად მომხდარა ბედნიერი შეუღლება. რაც შეეხება ნომოს, მისი მგზავრობა დედამიწაზე ადამიანების ჩამოსახლებასთან ყოფილა დაკავშირებული. ამ მიზნით მას აუგია უზარმაზარი ორსართულიანი 60 ნაკვეთურად დატიხრული ხომალდი, რომელშიც მოთავსებული იყო დედამიწის ყველა არსება და ცხოვრების ყველა საშუალება. ჩვენო ამტკიცებდნენ დოგონები, მხოლოდ იმას ვიცნობთ, რაც პირველ 22 ნაკვეთურში იყო. დანარჩენი კი ადამიანთა შეგნებაში მოგვიანებით გაცხადდება და შეცვლის სამყაროსო. დოგონები ამაში იმიტომაც ყოფილან დარწმუნებულნი, რომ ხომალდი მოსულია კოსმოსის იმ ნაწილიდან, სადაც პოოტოლომ სიცოცხლე წარმოშვა. თავისთავად საინტერესოა დედამიწაზე დაშვების აღწერა. თითქოს ზეცის ღიობიდან შემოსულმა ხომალდმა დედამიწის ირგვლივ 8 პერიოდად იბრუნა და ჰორიზონტიდან ჰორიზონტამდე ცაზე დატოვა ცისარტყელისებური კვალი. საკუთარი ღერძის ირგვლივ მბრუნავმა ხომალდმა დაშვებისას შემოხაზა ორმაგი სპირალი. ბრუნვას უზრუნველყოფდა ბობოქარი გრიგალი, რომელიც ხომალდის ბოლოში ხვრელიდან გამოდიოდა. დაცლის შემდეგ ხომალდი ამას კვლავ ცაში აუზიდია მასზე მიმაგრებული 80 ჯაჭვით და ცაც დახურულა. მას შემდეგ დაწყებულა მიწიერი ცხოვრება. დოგონები ხომალდის მიერ დედამიწაზე დატოვებულ კვალად მიირჩევენ დებოს ტბას, რომელშიც თითქოს ნომომაც დაიდო ბინა. იგი წყლის სიღრმიდან მძრუნველ თვალს არასოდეს აცილებს ადამიანებს, ვიდრე არ დასდგომია აღდგომის ჟამი, დღე აღქმისა. ნომოს მფარველობა და მზრუნველობა კი ადამიანებს მუდამ სჭირდებათ, რადგან დედამიწაზე უფრო ადრე ბოროტი ოგო ჩამოსახლდა და არც მას ძინავს, ამბობენ ისინი. ამ გადმოცემით ჩვენ გვაქვს პირდაპირ მტკიცებულება იმ თეორიის, რომ ადამიანი ამ პლანეტაზე მოსული არსებაა. ეს სრულიად ემთხვევა ჩვენი კლუბის მოსაზრებასაც. სხვა ხალხის გადმოცემებში თუ პერიფრაზირებით პირვანდელი სახე დაკარგულია და მხოლოდ კონტექსტითაა შესაძლებელი ამდაგვარი ინფორმაციის ამოკითხვა, აქ პირდაპირ და დეტალურად გადმოგვცემენ კოსმოსურ მოგზაურობას. მსგავსი ტექნოლოგიების ქონა, რა თქმა უნდა, მეტყველებს იმაზეც, რომ წარსულში იყო ტექნოლოგიურად მაღალგანვითარებული ცივილიზაცია, რომელმაც ჩვენთვის უცნობი კატაკლიზმების გამო შეწყვიტა არსებობა. ამ კატასტროფის გამომწვევი მიზეზები სრულიად შესაძლებელია ყოფილიყო ომი ღმერთებს შორის. მსგავსი ინფორმაცია პრაქტიკულად ყველა ძველ მითოსშია გადმოცემული. დოგონების შემთხვევაშიც გადმოცემულია ორი დაპირისპირებული მხარე, ოგო და ნომო. სადაც ოგო ბოროტ ღმერთთაა ცნობილი. ამ თემაზე ჩვენ შემდგომში გვექნება ცალკე ფილმი. აუცილებლად აღსანიშნავია დოგონების ასტრონომიული ცოდნაც. ისინი პრაქტიკულად დეტალურად აღწერენ იგივე სირიუსის თანავარსკვლავედის შემადგენელ კომპონენტებს, ისე რომ მათ საკუთარი სახლებიც კი აქვთ დარქმეული, რაც მათთა მიერ ერთგვარ თაყვანისცემას აღნიშნავს. ყველაზე უცნაურია სირიუს C-ს შესახებ ინფორმაცია, რომელზეც თანამედროვე ასტრონავტებმა საუბარი მხოლოდ გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყეს. ისიც მძლავრი ტელესკოპებით ვარსკვლავურ სირიუს სისტემაზე დაკვირვების შემდეგ. სირიუს C თანამედროვე მეცნიერების მოსაზრებით არის ყავისფერი ჯუჯა, რომელიც ზომით ძალიან პატარაა და არაფერს არ ასხივებს. მასზე დაკვირვება შესაძლებელია მხოლოდ მის მესობლებზე გრავიტაციული ზეგავლენის გამო. აქაც ისმის შეკითხვა, საიდან ჰქონდათ ეს ცოდნა დოგონებს. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ თუ კი არსებობდა ასეთი მძლავრად განვითარებული ცივილიზაცია, მათ არ ექნებოდათ ეს საჭიროება, რომ ზეპირსიტყვიერად გადაეცათ ინფორმაცია, გინდას მნემონიკური სიბნელოების გამოყენებით. მათ აუცილებლად უნდა ჰქონოდათ დამწერლობას და მძლავრი ელექტრონული ან ანალოგიური პრინციპით მომუშავე გამოთვლითი ტექნიკაც. მაგრამ აქვე ისმება შეკითხვა, თუ კი ეს ყველაფერი იყო, რატომ დაიჭირვა მაშინ ზეპირსიტყვიერი გადმოცემებით ინფორმაციის შენახვა. ჩვენი კლუბის მოსაზრებით ისევ და ისევ იმ უკვე ხსენებული ღმერთების ომის გამო. ხომარი პოვა ბოროტმა ოგომ ნომოს სადგომი, რასაც მოყვა დამანგრეველი ომი, რაც არაერთ მითშია გადმოცემული, რომლის შედეგადაც საჭირო გახდა ძირითადი ინფორმაციის და ტექნოლოგიების გადამალვა, რასაც სავარაუდოდ მოჰყვებოდა განდობილთა რამოდენიმე წრის შექმნა, სადაც გარეწრეს ზეპირსიტყვიერი და მნემონიკური სიმბოლოების მეტის ცოდნის უფლება არ ჰქონდა. ხოლო შიდა ვიწრო და საიდუმლო წრეს უნდა ჰქონოდა სრული წვდომა მათი წარსულის ტექნოლოგიებთან. აკი ამბობენ კიდეც დოგონები, რომ იმ 60 ნაკვეთურიდან ჩვენთვის მხოლოდ 22-ის შიგთავსია ცნობილი. დაახლოებით ანალოგიური სიტუაცია გვქონია, რომ არის საქართველოს ტერიტორიაზეც. საუბარია ხვამლის მთაზე. აქაც არის გადმოცემები, რომ არსებობს განდობილთა საიდუმლო და საკმაოდ ვიწრო წრე, რომელიც თითქოს და ჩახედულია ამ მთის წიაღში არსებულ საიდუმლოებაზე.
დოგონების ქურუმებისნაირად აქაც ამ მთის ბერები ხშირად განმანათლებლებად და მკურნალებად გვევლინებიან ხოლმე ისტორიის სხვადასხვა ეპოქაში. ამ შემთხვევაშიც გადმოცემა გვეუბნება, რომ ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს ხვალის მთა გადაარჩენსო. ისტორიული ფაქტიცაა, რომ დავით ულუმდამ დავით ნარინმა ყველაფერი გაიყვეს გარდა ხვალის მთის განძეულისა. ანალოგიურ სამალავებზე პრაქტიკულად ყველა კონტინენტზე საუბრობენ. ტიბეტში, სამხრეთ ამერიკაში და ასე შემდეგ. დღეისათვის სულ ეს იყო. ველოდები თქვენგან გამოხმაურებებს კომენტარებში. თუ ფილმი მოგეწონათ, მოგვიწონეთ. თუ არ გამოგიწერიათ არხი, გამოგვიწერეთ. მადლობთ ყურადღებისთვის. გემშვიდობებით მომავალ ფილმამდე.